ევროპარლამენტმა ტელეკომპანია იმედს საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამქართულ მაუწყებელს იმედს რუსთავი 2 და პოსტივის აკრედიტაციებზე უარი განმარტების გარეშე შეუთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილების გამო მაუწყებლები ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი. ტელეკომპანია იმედი მოლდოვას მთავრობის გადაწყვეტილებას პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმას უწოდებს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოსაც მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ტელეკომპანიამ ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის თანახმად გადაწყვეტილება იმედის კვირაში გასულ რეპორტაჟს დაეფუძნა, სადაც ჟურნალისტი რასა იუკნევიჩიენესთან გასაუბრებას ეცადა. მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ თბილისში. ასაგებია ხო რა საფრთხეს უნდა ხედავდნენ მედია საშუალებებში ხო ეს შეიძლება იყოს დეзинფორმაციის საფრთხე რომელიც არსებობს მოლდოვაში ჩვენ ვიცით რომ ჰიბრიდული ომი როგორ ძინვარებს როგორ სურდათ პროდასალური მთავრობის ჩამოგდება და რუსეთი როგორ იყო ჩართული ამ საქმეში და ამიტომ ყველა ის არხი რომელიც მათ შორის ხილებული არის და სანქციონირებული გახოთ უკვე რუსული პროპაგანდისტვის მოლდოვის უსაფრთხოებისთვის ახმულია როგორც საფრთხე ეს იყო მათი გადაწყვეტილების საფახი. თავადვე ქართული ოცნების ამორჩევლები და წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები ამბობენ რომ კი ეს არის ჩვენი პირადი ტელევიზია, რომელიც ხალხს ატყუებს და რომელიც იცავს მოძალადეებს. აქედან გამომდინარე ამასთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი საერთოდ რატოა მე არ მესმის. მაშინ, როდესაც სტუდენტს აკავებენ უნივერსიტეტის კარებთან და ადამიანებს ქუჩაში ჩეცემენ და ჟურნალისტებს თავს ესხმიან, იმედის ტელევიზია საკუთარ ამორჩეულს ატყუებს. სახელმწიფოს აქვს უფლება რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ ტელევიზიებთან დაკავშირებით, რომელიც ახალისებენ პროპაგანდას. ასეთი წარმოუდგენელი სტანდარტი თუ ევროპაში ოდესმე იქნებოდა, ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ ამასაც მომესალით. როგორ უნდა შევაფასო, რა ვიცი, ეს არის ყველანაირი ღირებულებიდან უკუსვლა, პირდაპირ უკუსვლა. თუ რომელიმე კონკრეტული ჟურნალისტები რაღაც ბრალეულობაზე ფიქრობდნენ, თქვათ, იმ კონკრეტულ ჟურნალისტებისთვის მიეთითებინათ ჯერ ან გაემთხილებინათ შემდეგში, თქვათ, რაღაცა სანქცია მიეღოთ, მაგრამ მთლიანად მედიას აუგზავნო იქ შესვლა 1 წლის განმავლობაში ეს არ ვიცი რა სტანდარტი შეტევა. გამოჩნდა რეალურად რომ თურმე ფარსი ყოფილა ის მოწოდებები თუ რაღაც დოკუმენტი რეზოლუციებში ჩანაწერები დემოკრატიის დაცვაზე, მედია პლურალიზმის დაცვაზე, მედია თავისუფლების დაცვაზე. აღმოჩნდა თურმე რომ საუკეთესო სტანდარტი, საუკეთესო ევროპული სტანდარტი არის არა მედია თავისუფლება და მედიის მაქსიმალური ძალისხმევის შესაძლებლობების მიცემა. არამედ პირიქით თურმე საუკეთესო ევროპული სტანდარტი ყოფილა მედიის შეზღუდვა, არასასრული ხმების გაჩუმება და გარიყვა. მოლდოვისგან გასაგებია, ჩვენ ხედავდით როგორ შემცირდა, რომ პირდაპირ ხდებოდა პრეზიდენტის მიერ აკრძალვა მედიის წარმომადგენლების მოლდოვაში, პირდაპირ ასე უაპელაციოდ უსასამართლოდ ყველანაირი გადაწყვეტილების თუ სასამართლო კონტროლის გარეშე, ეს ერთი და მეორე, ეს ჩვენი გადმოსახედიდან პოლიტიკურ შეფასებებს თუ გავაკეთებთ, ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ გააჩუმონ მედიები.